გამარჯობათ. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ძველი ბერძნული მითოლოგიისა და ევოლუციის თეორიის ერთმანეთთან შედარება. ერთი შეხედვით ამ ორ თემას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ დაუკვირდებით დეტალებს, მაშინ დაინახავთ, როგორ გავს ეს ორი სწავლება ერთმანეთს და როგორ იკითხება ორივეში ერთი ავტორი. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სამყაროს შექმნის თანმიმდევრობა ასეთი იყო. თავიდან იყო ქაოსი, უსასრულო, უხილავი სიცარიელე. შემდეგ ამ ქაოსიდან თავისთავად ჩნდება დედამიწა, ზღვა, ცხოველები. შემდეგ ამპარტავანი, მრუში და შურისმაძიებელი ვითომ ღმერთები. როგორ აღწერს ათეისტური კოსმოლოგია სამყაროს შექმნას? 13 მილიარდი წლის წინ მთელი სამყარო თავმოყრილი იყო ერთ წერტილში, მოხდა გაფართოება, მატერია გაიფანტა, შეიქმნა ფიზიკის, მათემატიკის კანონები, დრო და სივრცე. გრავიტაციამ შეკრიბა მატერიის ნაწილაკები და თავისთავად შეიქმნა დედამიწა, ზღვა. ერთი შეხედვით ამ ორ სწავლებას აშორებს 4000 წელი და როგორ გვანან ერთმანეთს. მეცნიერები რაც არ უნდა გონიერები იყვნენ, რაც არ უნდა კარგად ერკვეოდნენ მატერიის კანონებში, მაინც არიან ადამიანის შთამომავლები, მათ გონებაზე ზუსტად ისევე აქვს წდომა ეშმაკს, როგორც სრულიად უვიცი ადამიანების გონებაზე. მას მოაქვს აზრები და ამ პროფესორებს ეჩვენებათ, რომ ეს თავისი აზრებია, ისინიც იმეორებენ ამას. მამებს უწერიათ, ეშმაკიო შრომობს, რომ ყველასთვის ყველაფერი გახდეს, ოღონდ ყველა დაღუპოს. ყველას ვერ გახდის ნარკომანს. ყველას სახლ-კარს კაზინოში ვერ წააღებინებს. ყველას ვერ წაიყვანს სექტაში. არიან ესეთი თვისების ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი უნდა გადაამოწმონ, დაითვალონ, კალკულატორი უჭირავთ ხელში. ასეთი ადამიანებისთვის, ასეთი ადამიანების დასაღუპად მოგონილი არის ეს თეორია, ვინც უკარნახა ძველ ბერძნებს, ეს აბსურდი სამყაროს შექმნისა, იმანვე უკარნახა 4 და 5000 წლის შემდეგ 9 დიპლომიან პროფესორებს ეს სწავლება. სიცრუე ადამიანს ამახინჯებს, სიცრუე ადამიანს აუგუნურებს. ძალიან მძიმე საქმეა გეგონოს, რომ გარდაცვალებით ცხოვრება მთავრდება და მერე გარდაიცვალა და აღმოჩნდეს, რომ ცხოვრება მხოლოდ იწყება. ძალიან ძნელი საქმეა გეგონოს, რომ ხარ ჭკვიანი, ლამაზი, გონიერი, მდიდარი, მერე აღმოჩნდეს, რომ სულელი ხარ უგუნური მახინჯი და არათუ სულიერში, მატერიალურში ვერ ერკვევი. გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი აზრები, თქვენი შეხედულებები ბიბლიასთან. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა იტყუება, ყველა. ღმერთი არ იტყუება. ისტორიას არ ახსოვს და არ შეიძლება ახსოვდეს ესეთი რამე, რომ ღმერთმა რაღაცა თქვა და გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო. ეს არის აბსურდს იქით. არ ენდოთ ხოლმე თქვენ თავს. ცრუ აზრებმა ადამი ჯოჯოხეთში ჩაიყვანა. ღმერთს ვენდოთ. მეცნიერები სარწმუნოებას განიხილავენ, როგორც მატერიასთან დაპირისპირებულ რაღაც სწავლებას. ვინც შექმნა სულიერი სამყარო, მანვე შექმნა მატერიალური სამყარო. როგორც ადამიანია ორკომპონენტიანი, სული და ხორცი ერთმანეთზე დადებული ეს. ასევეა ჩვენი სამყარო, სულიერი და უხილავი, სულიერი და
ხილული რეალობები ერთმანეთზე დადებული. ღმერთს ენდეთ ხოლმე და არ მოტყუდებით. ღმერთმა გაგახაროთ.